Ელთა მამისათა დადისათა და სულისა წმინდისათა ამინ ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის, თითოეული წირვისათვის. დღევანდელ კვირას ეწოდება მეზველისა და ფარისევლის კვირა. თქვენ გახსოვთ წინა კვირას ვისაუბრეთ მეზველე ზაქეს შესახებ. ისიც ფაქტიურად დიდი მარხვის მოსამზადებელი პერიოდის დასაწყისი იყო და დღევანდელი დღეც და დღევანდელი საკითხავი სახარებისა და ამის შემდგომ კიდე ეს კვირები რაც დიდ მარხვამდე იქნება. თითოეული ჩვენ გვამზადებს მარხვისათვის რომ ჯეროვნად ანუ როგორც საჭიროა, როგორც შეეფერება მარხვას, როგორ უნდა მივიდეთ მარხვამდე და როგორი მარხვა იქნება სწორი და საერთოდაც როგორი წესი ცხოვრებისა ქრისტიანისა იქნება სწორი, სწორედ ამისთვის გამზადებს. ჩვენ არაერთხელ განვიხილავს ეს იგავე, მაგრამ რადგან ეკლესიამ დააწესა და დღესაც იგივე იქნა წაკითხული, კიდევ ერთხელ განვიხილოთ. ორი ადამიანი ავიდაო ტაძარში სალოცავად, ერთი ფარისეველი და ერთი მეზველი. ფარისევლები თავის დროზე დღეს ახლა ეს ფარისევლობა უფრო სალანძღავ და რაღაცა არა დადებით, არამედ უარყოფით კონტექსტში უფრო ითქმის ეს სიტყვა, მაგრამ თავის დროზე ფარისევლები იყვნენ ადამიანები, ვინც აი როგორც იტყვიან პატრიოტები და რწმენის დიდი დამცველები. სხვანაირად ისინი იმ პატივისცემას, რაც მათ ჰქონდათ ხალხის მხრიდან, ვერაფრით ვერ დაიმსახურებდნენ. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ისინი პატივცემული ადამიანები იყვნენ, მაგრამ თავიდანვე თუ ასეთი სალანძღავი სიტყვა იქნებოდა ფარისევლობა, მაშინ რანაირად იქნებოდნენ პატივცემული. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავიდან მართლაც რო გულმოდგინე და მოშურნენი იყვნენ თავისი სამშობლოსა თუ რწმენის დაცვის საქმეში. ამიტომაც მოიპოვეს მათ პატივისცემა. მაგრამ გავიდა დრო და დარჩა მათი გარეგნული სახე ისე როგორიც იყო, მაგრამ შინაგანად აღარ იყვნენ ისეთები, როგორიც სინამდვილეში უნდა ყოფილიყვნენ და როგორათაც მათ ხალხი აღიქვამდა. ამიტომაც ისინი კი დაფასებულნი იყვნენ თითქოს ხალხში, მაგრამ მათი გული არ იყო ისეთი, რომ არ შეეფერებოდა მათ მიმართ ასეთ პატივისცემას. როგორც ამბობს წმინდა წერილი, ვაი კაცის ამის, რომლისა სახელი უფრო ის მისსა არსო. ან ვაი იმ ადამიანს, ვისი სახელიც მასზე დიდიაო. აი ესეთები იყვნენ ერთი წინადადებით, რომ დავახასიათოთ ეს ფარისევლები. მეზვერეები ვინ იყვნენ? მეორე ხო მეზვერე ავიდა ტაძარში სალოცავად. მეზვერეები იყვნენ ადამიანები, ვინც თავის ერში ხარკს კრებდა და მიჰქონდა რომში, რადგან რომაელების მიერ იყვნენ დაპყრობილი იუდეველები. თუმცა მათთვის როგორც ჩანს საცდური აღმოჩნდა ეს თანამდებობა. ერთგვარი თანამდებობა იყო ესეც, რომ თავის მოსახლეობაში ხარკი აეკრიფათ ეს მეზვერეებიდან. საცდური აღმოჩნდა და ესე იგი საკუთარი თავის საკეთილდღეოდ იყენებდნენ ამ მდგომარეობას. უფრო მეც ართმევდნენ ხალხს და ნაწილი მიჰქონდათ რომში, რაც დაწესებული იყო და ნაწილს თავისთვის იტოვებდნენ და გამოვიდა შემდეგი რამ. ესენი იყვნენ გამდიდრებული, ესე იგი დაგლახაკებული და დამონებული, დაბეჭდებული ხალხის კიდევ უფრო შეწუხების ხარჯზე. ამიტომაც ესეთ ადამიანებთან ურთიერთობასაც კი ცოდვად თვლიდნენ იუდეველები, მათთან საუბარიც კი ცოდვად მიაჩნდათ, იმდენად საძულველნი იყვნენ ისინი. წარმოიდგინეთ ახლა შენი ერის შვილი რო იყოს და ისედაც გაწამებულს კიდევ უფრო რო გიმძიმებდეს ცხოვრებას და ამით თვითონ ხელს ითბობდეს და თვითონ კარგად იყოს. აი ესეთი ხალხი იყო ეს მეზვერეები. სხვათა შორის ის ზაქეც ესეთი იყო, წინა კვირას რომ განვიხილეთ, მათი უფროსი იყო ეს ზაქე. მაგრამ ჩვენ ნახეთ, მიუხედავად ამდენი ცოდვისა, მასში არსებულმა სინანულმა რამხელა ცვლილება მოახდინა.
ფარისეველი წინ დადგა ამაყად თავაწეული და ამას ამბობდა: გმადლობ ღმერთო, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, მტაცებელი, ცრუ და მემრუშე. გინდა როგორც ეს მეზვერეო. მეზვერესკენ იშვებს ხელს, რომელიც ტაძრის ბოლოში დგას, უკან დგას. კვირაშიო ორჯერ ვმარხულობო და ჩემი შემოსავლის მიათეც უფალს წირავ. მეზვერე კი ბოლოში იდგა და თავის ზემოთ აწევასაც ვერ ბედავდა. სხვადასხვის იგავი რომ არის, ესე იგი, ხორბლის თავთავებზე. აქაც კი ჩანს, მათ ფრესკას რო შეხედა, ხო არის ეს თავსაჩინოებისთვის არის დახატული. ფარისეველი თავაწრიული დგას და მეზვერე თავდახრილი. ესე იგი, ნაყოფი რომელშია, აქედანვე გაიგებ. თავაწრეულში ნაყოფი არ არის. თავდახრილშია ნაყოფი და სწორედ თავდახრილი დგას ეს მეზვერე და მოშთს იცემს მკერდში და ამბობს: ღმერთო, მილხინე ცოდილსა ამას. მეტი არაფერს არ ამბობს. და უფალი ამბობს, ესე იგი, გამოვიდაო, წავიდა სახლშიო უფრო გამართლებული მეზვერე, ვიდრე ფარისეველიო. რადგან რომელმან დაიმდაბლოს თავისთვის, იგი ამაღლდესო და რომელმან აიმაღლოს თავისთვის, იგი დამდაბლდეს. მათი ლოცვიდანაც ჩანს, ესე იგი, მათი შინაგანი მდგომარეობა. მიუხედავად იმისა, რომ გარეგნულად ერთნი პატივსაცემი და მეორენი კი საძულველი იყვნენ, ადამიანის სახეს უყურებს, როგორც ამბობს წმინდა წერილი და ღმერთი კი ადამიანის გულს უყურებს. ამ შემთხვევაში მეზვერის გულმა, ესე იგი, ღვთის წინაშე უფრო დიდი ადგილი დაიკავა და უფრო საპატიო ადგილი დაიკავა, ვიდრე იმ თავაწეული ფარისეველის. ესე იგი, როგორც დაიწყო ფარისეველმა ლოცვა, რომ გმადლობ ღმერთო, რომ არა ვარ, მას რომ არ ეთქვა, რომ როგორც სხვა ადამიანებიო და რომ ეთქვა უბრალოდ გმადლობ ღმერთო, რომ არა ვარ მტაცებელი, ცრუ და მემრუშე. ეს ძალიან კარგი ლოცვა იქნებოდა. ჩვენ თუ ღმერთს მადლობთ იმისთვის, რომ გმადლობ ღმერთო, რომ რაც თავში ვთქვი, რომ წირვა კარგად ჩაგვატარებინე, რომ მოწყალება გაგვაკეთებინე, რომ რაღაცა მოსათმენი იყო, მოგვათმენინე, გმადლობ ღმერთო. თუ ამას ადამიანი ითქვის, ეს დიდი მადლიერებისა და ამავე დროს სიმდაბლის წარმომაჩინებელი იქნებოდა. იმიტომ რომ საკუთარი ძალებს კი არა, ღვთის მადლს არის ადამიანი მინდობილი და მადლობს მას. მაგრამ ფარისეველი სხვაგვარად იქცევა, თავის თავს ხებს ადარებს, რომ არა ვარ როგორც სხვა ადამიანები, მტაცებელი, ცრუ და მემრუშე და როგორც ეს მეზვერეო. ეხლა შეიძლება აქ ჩვენ შორის სამრევლოში არიან ადამიანები, ყველა თავისი გულის ამბავი იცის. შეიძლება არიან ადამიანები, რომელსაც გონია, რომ სხვაზე უკეთესი მორწმუნეა. შეიძლება არიან ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ თავად არ არიან კარგი მორწმუნეები და სხვები არიან მორწმუნეები. აქაც ჩვენ ზოგი ფარისეველი ვართ, ზოგი მეზვერე ვართ. ეს არ არის ვიღაცაზე ნათქვამი. ეს არის იგავი, რომელიც ვიდრე ეს წუთისოფელი იარსებებს, ყოველთვის ქმედითი იქნება და ყოველთვის ჩვენზე იქნება, ადამიანებზე იქნება. და ჩვენ თუ, ესე იგი, რომელიმე ადამიანზე, რომელიმე მრევლის წევრზე უკეთესი გონია თავი, რომ ჩვენ უფრო კარგად ვაკეთებთ, ვიდრე სხვა აკეთებს, ესე იგი ეგ ნიშნავს, რომ ჩვენც ფარისეველი ვართ. ჩვენ თუ გონია, რომ რასაც ვაკეთებთ, ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენც ფარისევლის ხედვას ვიზიარებთ. ხელ კითხულობდი წმინდა პაისი ათონელის წიგნს, მე ძალიან მიყვარს მისი წიგნები და სხვადასხვის პირველი წიგნის ეკლესიური ცხოვრება რო დავიწყე, სწორედ მისი ცხოვრება იყო და ასეთი რამე ეწერა, რომ ადამიანიო, რომელიც გძნობს თავს ღვთის წინაშე მოვალედ და ამბობს, რომ უფალო, მაპატიო, რომ ასეთი ვარო. ესეთ ადამიანს ღმერთიო წოდებს მიუტევებს და თუ სიკვდილმავ ასეთ მდგომარეობაში მოუსწრო,
აი ესეთ შინაგან მდგომარეობაში, რომ ღვთის წინაშე მოვალეთ გრძნობს თავს და ნანობს ამას, რომ ვერ გააკეთა ისე როგორც მან უთხრა. თუ სიკვდილმა ასეთ მდგომარეობაში მოუსწრო, ის ცხონდება. აი ეს არის სანატრელი მდგომარეობა, ანუ რაც მეზვერეს ჰქონდა, ეს არის სანატრელი მდგომარეობა, რომ ღმერთო მილხინე ცოდვისა ამას. ის თავს არ იქებს. არც ცალია იმისთვის, რომ სხვებზე ილაპარაკოს და სხვები განიკითხოს. არ არსებობს ადამიანი რაღაცა სიკეთე რო არ იყოს მისგან გაკეთებული და არც ეს მეზვერი არ იქნებოდა ამ სიკეთის გარეშე, მაგრამ ის ამაზე არ ლაპარაკობს არაფერს. არაბედ მხოლოდ როგორც წმინდა პაისი ათონელი ამბობს, მოვალეთ გრძნობს ღვთის წინაშე თავის თავს და მხოლოდ ცოდვათა შენდობას ითხოვს. და სწორედ მასზე არის ნათქვამი, რომ ის გამოვიდა გამართლებული და ასე წავიდა სახში და არა ფარისეველი. ფარისეველი საკუთარ თავს აქებს, რომ მე კვირაში ორჯერ მართულობ, სინამდვილეში ერთხელ უნდა ემართულოთ, მაგრამ ანუ ნახეთ, იმაზე მეტსაც კი აკეთებდა, რაც უნდა გაეკეთებინა. მაგრამ ღმერთს არ მოსწონს, თუნდაც იმაზე მეტი აკეთო, რაც გევალება, მაგრამ თავი ზემოთ ჰქონდეს აწეული. ღმერთს ის უფრო მოსწონს, რომ რაღაცა ვერ აკეთო და ამის გამო ნანობდე და ღვთის წინაშე მდაბდებოდე, ვიდრე აკეთო და თავი მაღლა ჰქონდეს აწეული. აი მისი დამოკიდებულება აი ამ საქმისადმი ჩვენ უფალმა აქ გაგვიცხადა. საკუთარ თავს აქებს ფარისეველი და სოლომონ ბრძენი ამბობს, სხვამ შეგაქოს და არა შენმა პირმა, უცხომ და არა შენმა ბაგეებმა. თუ მართლაც არის რაღაცა საქებარი, სხვამ უნდა შეგაქოს. შენ კი არ უნდა შეიქო შენი თავი. იმიტომ რომ ჩვენ მაინც მეტად თუ ნაკლებად მიკერძოებული ვართ. ჩვენ ადვილად შევაქებთ საკუთარ თავს და იგივე სხვამ რო გააკეთოს, ძალიან გვიჭირს რომ შევაქოთ. ან შურის გამო, ან ამპარტავნების გამო, რომ ჩვენ ისე არ გამოგვივიდა, როგორც მას გამო, ძალიან გვიჭირს, რომ ვაღიაროთ, რომ სხვამ უკეთესად შეძლო, ვიდრე ჩვენ. ცოდვის შემთხვევაში ჩვენს თავს იოლად გადაუსვამთ თავზე ხელს, სხვას კი განვეკითხავთ. და აი ეს არის სწორედ მდგომარეობა ფარისევლის. და აი ეს მდგომარეობა ჩვენშიც არის და ეკლესია ამიტომაც ხშირად გვიკითხავს აი ამ იგავს მაცხოვრისა, რომ ჩვენში აღმოვაჩინოთ ფარისეველი და მივემსგავსოთ მდგომარეობას მეზვერის. ჩვენ თუ ახლა გულში აღმოვაჩინეთ, ახლა მოდი ამასაც დავაკვირდეთ, ჩვენ თუ აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ ვართ ის მეზვერე და როგორი თავმდაბალი და როგორი მონანულები ვართ და აი ის არის ფარისეველი, ვიღაცისგან გავიხედავთ, მაშინაც ფარისეველი ვართ. იმიტომ რომ წმინდა მამები ამბობენ, ადამიანი რომელიც ესე იგი სხვას განიკითხავს, ეგ არის ნიშანი, უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მან საკუთარ ცოდვებზე გლოვა შეწყვიტა, საკუთარს აღარ ნანობს. იმიტომ რომ ახლა შეხედეთ, სადეცალა აი ამ მეზვერეს სხვების საქმეების განსახილველად. სადეცალა მარიამ მეგვიპტეს სხვების საქმეების განსახილველად თავის თავს ტიროდა. მოსე შავს სადეცალა პეტრე მოციქულს რომ მაცხოვარმა შეხედა თვალებში, როდესაც აღსრულდა მისი ნათქვამი, რომ სანამ მამალი იყილებსო, სამჯერ უარ მყოფო და მართლაც სამჯერ უარყო და მამალმა იყილა და მაცხოვარმა პეტრეს თვალებში შეხედა. სადეცალა პეტრეს სხვების განსაკითხავად, არ ეცალა, არამედ გამოვიდა და მწარედ ატირდა. და ადამიანი, რომელიც ესე იგი მოახერხებს, რომ სხვების საქმეები ჩხრიკოს და ისინი განიკითხოს, ეგ უკვე არის ნიშანი იმისა, რომ მან შეწყვიტა გლოვა საკუთარ ცოდვებზე. და ესე იგი 100 წელიც რომ იცხოვროს ადამიანმა, ამბობს წმინდა მამა თუ არა ვწდები წმინდა ივანეს სინელი და მდინარე ნილოსივით რომ ზდიოდესო ცრემლებიო, მაინც არ ეყოფაო საკუთარი ცოდვების გამოსაგლოვად. არ ეყოფა. ამიტომაც აი ჩვენ ვიწყებთ რა მარხვის
მოსამზადებელ პერიოდში ვარ და ვეგებებით რა საავდგომო მარხას და შემდგომ ყველაზე დიდ დღესასწაულს ავდგომას ჩვენ სწორად უნდა მივიდეთ აი ამ დღესასწაულამდე და სწორი ცხოვრების წესით უნდა მივიდეთ ამ დღესასწაულამდე. მარხვაც საჭიროა, ეს იმას ანიშნავს, რომ ადამიანმა არ იმარხულოს და მხოლოდ შეინანოს ის, რომ არ მარხულობს. ეს სინანული არ არის. სინანული არის, როდესაც ადამიანი რასაც ვერ აკეთებს, იმის გამოსწორებას ცდილობს. თორემ შეიძლება ადამიანი რაღაცას ვერ აკეთებდეს და აღიარებდეს, მაგრამ არ ცდილობდეს მის გამოსწორებას. ეგ სინანულად არ ითვლება. სამწუხაროდ ხდება ხოლმე ასეთი რამ, ვაი რომ მორწმუნეთა შორისაც კი, თორე ურწმუნო არც მარხულობს. შეიძლება ადამიანი სუფრაზე მოხვდეს და თავის თავს უთხრას, მოდი არა უშავს. ეს ერთი დღე ხალხ ხო არ იქნება სუფრაზე, ეგაც ხო არ იქნება. ეს ერთი დღე მოდი არა უშავ, მე აღსარებაში ვიყო. ეს გავს იუდას აქციას. იუდას აქციას გავს ძალიან. რომ ესე იგი იუდა ცდილობდა, იუდა ესე იგი ეზიარა თან გულში ქონდა ქრისტეს გაცემა. ამიტომ აი ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ შემთხვევით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს. არც ერთი ცოდვისაგან არავინ დაზღვეული არ არის. მაგრამ აი როდესაც ადამიანი წინასწარ მოიფიქრებს, რომ რაღაცა ცოდვა ჩაიდინოს, ეს ძალიან ეს ღალატია ქრისტეში. ეს ქრისტეს ღალატია, როდესაც ჩვენ გონებით წინასწარ გადავწყვეტ, რომ აი რაღაცა უნდა ცოდვა ჩავიდინოთ. შემთხვევითობისგან კი დაზღვეული არავინ არ არის, გარდა იმისა, ვინც არის თავმდაბალი და მორჩილი. აი თავმდაბალი და მორჩილი იმისგანაც დაზღვეულია და ეს წმინდა ანტონი დიდს უთხრა თავის ხილვაში, რომ ესე იგი არ დაეცემა ის ადამიანი, ვინც თავმდაბალია. და დაეცემა ის, ვისაც ამპარტავნული ფიქრები და აზრები აქვს თავში. იმიტომ რომ ამპარტავანთა შემოსრავს ღმერთი, როგორც ამბობს წმინდა წერილი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. და წმინდა მამები ჩვენ გვეუბნებიან, რომ დავაკვირდეთ, ესე იგი, სადაც დაცემა ყოფილა, დაცემა არის მცირეც და არის დიდიც, სადაც რაღაცა ცოდვაში ჩავარდნა ყოფილა, დავაკვირდეთ, რომ ამას წინ უეჭველად ამპარტავნება უძღვის. აი რამდენჯერ ყოფილა, რომ ჩვენ გვითქვამს, ვიღაც ის რჩევა არ გაგვითვალისწინებია და გვითქვამს, რომ ჩვენ ეს ვიცით. ან თუ არ გვითქვამს, გულში მაინც გიფიქრია, რა უნდა ამას, ჩვენ ეს ვიცით. და ზუსტად იქ გეშლება, სადაც რა უნდა ამას ამბობ. სადაც გონია, რომ სხვაზე უკეთ გააკეთებ, აღმოჩნდება, რომ იქ წაიბორძიკებ და ვერ აკეთებ. ამიტომაც რაც უფრო თავდახრილი იქნება ადამიანი და მიენდობა არა საკუთარ ძალას, არამედ ღვთის მადლს, იქ იქნება ადამიანი დაცული. ყველაფერში სულიერი იქნება ეს თუ ხორცელი მოღვაწეობა. მერთმა მოგვანიჭოს ჩვენ ძალა, რომ ღვთისთვის სათნოდ გავატაროთ ეს მარხვა. არა საკუთარი პირის გემოს მოსაწონად, ესე იგი, არამედ ღვთისთვის სათნოდ გავატაროთ ეს მარხვა. ზოგჯერ ისიც მოხდება სამწუხაროდ, რომ ესეც ფარისევლობა, რომ ჩვენ სადღაც მოხვდებით სუფრაზე, იქ თავს გამოვიდებთ, რომ თითქოს გაატარეთ, ეხლა ეს არის და მისი ნაბადიო. და სახლში კიდე შეიძლება ისეთი რაღაც გავაკეთოთ, რომ იქ ვერ გააკეთებთ იმას. იმიტომ რომ იქ იფიქრებდნენ, რომ შენ ახლა მარხვა დაარღვია და სახლში. ამიტომაც ესე იგი ერთ-ერთი დიდი სათნოება არის უცხოობა. უცხოობა რას ნიშნავს? აი წმინდა მამათა მიერ ეს სათნოება როგორ განიმარტება? რომ ყველგან ისე იქცეოდე, როგორც უცხოთ რო იქცევ. აი უცხოთ რო ხარ სადღაც, სტუმრად რო ხარ, ხო რაღაცა თავშეკავებული ხარ, რაღაცა ცოტას გადმოიღებ, ისიც ძალიან თუ არ დაგაძალი, შეიძლება ისიც არ გადმოიღო. თავშეკავებით ხარ, ცდილობ რომ არაფერი არ სკამია არ იხმაუროს შენს გამო.
რაღაცა მოზომილი ხარ ყველაფერში და სახში მარტო რო ხარ და მაინც ისე იქცევი როგორც სტუმრად, აი მაგას უწოდებენ უცხოობას და რატომ მაინც და მაინც ესე? იმიტომ რომ უფალი ხო იქაც გიყურებს ადამიანს, უფალი ხო ყველგან გიყურებს. ეხლა ჩვენ რო წარმოვიდგინოთ უბრალოდ რომ ჩვენ სახში რო უფალი ცხოვრობდეს. ხო ვერ ვიქნებით ისე როგორც ვართ ხოლმე. და უფალი არ არის ყველა სახში. ყველგან არის უფალი. ყველგან უყურებს. ამიტომაც ეწერა წმინდა წინასწარმეტყველ მამამთავარ ნოეზე რომ ღმერთთან დადიოდა ნოე. ღმერთთან დადიოდა ნიშნავს რომ ნოეს ყოველთვის ახსოვდა რომ ღმერთი უყურებდა. სხვათა შორის ქრისტიანისთვის ესეც ერთ-ერთი ჩვევა არის. ჩვევა რომ აი მიაჩიოს საკუთარი თავი ადამიანმა რომ ყოველთვის უფალი ახსოვდეს. ჩვენ თუ ჩვენს გულში ჩავიხედავთ აღმოვაჩენთ რომ ყოველთვის არ გვახსოვს უფალი და უფრო მეტიც ზოგჯერ როცა გვახსოვს მაშინაც გვინდა რომ ნეტა არ გვახსოვდეს. იმიტომ რომ მისი ხსოვნა ხელს გვიშლის რაღაცის აღსრულებაში. და ნეტა არ გვახსოვდეს, ნეტა ცოტა ხანი გაგვანებოს თავი, ფიქრობთ, ჩვენმა სინდისმა გაგვანებოს თავი, რომ ის გავაკეთოთ, რაც ჩვენ გვინდა და მერე შევინანებთ. მაგრამ აი ეს მერე ვინ იცის, როდის იქნება, ან იქნება თუ არა, ეგეც არავინ არ იცის. ამიტომ თუ რაიმე არის გადასადები, უნდა გადადო ცოდვა და არასოდეს არ უნდა გადადო სინანული. ღმერთმა დალოცული და გახარებულები გამყოფოთ. შეგვეციოს დღევანდელი წირვის მადლი. მე შეგახსენებთ, რომ ეს კვირა არის ხსნილი, ოთხშაბათი და პარასკევი. მეზორისა და ფარისეულის კვირა არის ყოველთვის ხსნილი და ვინ იცის და ალბათ იმიტომაც დააწესა ეკლესიამ, რომ ესე იგი აი როგორც ფარისეული რომ არხულობდა, აქაც ვინმე მარხვით არ მოიწონოს თავი. ჩვენთან არის ღმერთი.